გამარჯობა, ძვირფასო მეგობრებო. აი ეს სასამართლო ივანიშვილის რეჟიმმა გადააქცია პოლიტიკურ სახლჩობელად. გარდა ამისა, მან მოიცალა ჩვენი საავტომობილო პრობლემებისთვის და პრაქტიკულად ხალხს აუკრძალა შეღავათიან რეჟიმში ავტომანქანების შემოყვანა, დაადგინეს რომ 6 წელზე მეტი ხნის მანქანა ჩვენს ქუჩებში არ უნდა დადიოდეს, ხოლო თვითონ უკვე მეორე 1000 წელია ხელისუფლებაში არიან და სრულიად რომ ისე უნდა დარჩნენ. აღნიშნული ლეიბორისტულმა პარტიამ გაასაჩივრა ეს გადაწყვეტილება სასამართლოში. ჩვენ ველოდებით უახლოეს ხანში სხდომის ჩანიშვნას და გარდა ამისა მოუწოდებთ ივანიშვილის მონა რეჟიმის წარმომადგენლებს. თქვენივე ხელით გააუქმეთ ეს ანტიხალხური, არაადამიანური გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ხალხს პრაქტიკულად საერთმერო უფლება შემოიყვანოს ავტომანქანა, დააკავდეს ამ ბიზნესით და სამაგიეროდ მიეცემათ შუა აზია და რუს ბიზნესით დაკავებულ პერსონებს ჩვენი სიკეთით სარგებლობის უფლება სრულად. ამიტომ ველოდებით, რომ რეჟიმი თვითონ გააუქმებს უკანონო გადაწყვეტილებას, კეთილს ინებებს და იკმარებს იმ წამებას, რასაც ხალხის მიმართ წლებია შედის ყველა სფეროში და ახლა მიადგა აი ამ საავტომობილო სივრცეს და აღსანიშნავია, რომ რეჟიმს 12 წლის განმავლობაში 1 მილიარდის იაპონური და გერმანული ფეშენ მანქანები აქვს ნაყიდი ჩვენი ფულით, ჩვენგან აბსკვნილი მილიონები და მილიარდებით. ამიტომ მათ ძვირი მანქანის შეძენის პრობლემა არ აქვს. იაფიანი მანქანების უფლებასაც აღარ გვაძლევენ, რომ შევიძინოთ, აი იქამდე მივიდა რეჟიმის დრაკონული სახე. აი ეს მინდოდა მომეცნებინოთ.